სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ შემდეგ კითხვით მე დავასრულებთ 78 ნაწილს, რომელიც ჩაწერილია 2022 წლის 5 ივნისს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, რომელსაც ჩაკი სვავს და ალბათ ყველას გვეხება ეს ჩვენ. როგორ გაუზიარო ეფექტურად და სიყვარულით სახარება ჩემს ყოფილ წარმართ მეგობრებს. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე ჩაკი მქვია, გამარჯობა ჩაკ. მე ცოტახნისიანად გადავრჩი. ეს იყო 16 იანვარი, როდესაც თქვენ იქ ადაგეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ასეთები იყო და შემდეგ ისინი ძირითადად ცოდვას წყვეტენ და მოინანიებენო. ასე რომ ახლა ბევრი წარმართი მეგობარი იყოს, რომლებიც უკვე ვეღარ მიგებენ, რადგან ცდილობ მათ სახარების გაზიარებას და ყოველ ჯერზე, როცა მათ ვესაუბრები, ისინი ან დასცინი აღმერთ ჩემ წინაშე, ან აღარ სურთ ჩემთან საუბარი. ესანი არიან ჩემი ყოფილი წარმართი მეგობრები, რომლებიც ვიმეორებ, წლების განმავლობაში მყავდა. ეს კაცი როგორც ხედავ მე თავს ფურცელადაც დავა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახალგაზრდა არ არის, კაი ასაკიერი არის და ასე რომ ბევრი მეგობრები ეყოლებოდა მართლაც ამას. და მადლობა ღმერთს რომ ეკლესია ჩემი ახალი ოჯახია. დიდი მადლობა ამისათვის თქვენ. მადლობა. მაგრამ ამავე დროს მე ვკარგავ ჩემს ყველა წარმართ მეგობარს და მე მაინც მინდა რომ სიყვარული დავიტოვო მათი. იმის გათვალისწინებით, რაც დღეს დილად თქვით. ისინი ჩვენი სიყვარულით გაიგებენო რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ეხლა როგორ გაუზიარო ეფექტურად სახარება სიყვარულით ჩემ წარმართ მეგობრებს, სადაც მათ შეუძლიათ მისი მოსმენა ან მიღება. და ჯონ მაკარტური პასუხობს. იცი ჩაკ, პირველ რიგში, მართლაც რომ თქვენ შეგიძლიათ ეს სიყვარულით გააკეთოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ მათ რომ მიიღონ ეს. ცხენი შეგიძლიათ ჩაიყვანო წყალზე, მაგრამ ვერ აიძულებთ მას რომ დაალევინო წყალი. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიგოთ ეს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კონკრეტულ კულტურას, სადაც ჩვენ ვიმყოფებთ, ხომ, აქვს ნულოვანი ტოლერანტობა სახარების მიმართ. ვიმეორე, ნულოვანი ტოლერანტობა ბიბლიის და ღმერთის მიმართ. სიტყვით გულისხმობ ამას. ჩვენი კულტურისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის უდიდესი საფრთხე, ვაშინგტონიდან დაწყებული, მთელი საგანმანათლებლო სისტემით, სამხედრო ინდუსტრიით, ჩვენი საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ყველა სხვა ნაწილი დამთავრებული, ამ კულტურისთვის უდიდესი საფრთხე არის წმინდა წერილი. რადგან ის მათ ყველა დონეზე, ყველა საფეხურზე ამხელს და ადანაშაულებს. არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ იმას, რაც ღმერთის აზრით სიკვდილით დაჟას იმსახურებს ხალხო. ასე რომ ეს არის ის მტრობა, რომელიც არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ზუსტად ასე მოექცენ იესოს. და თქვენ ნამდვილად დამეთანხმებით, რომ ყველაზე ეფექტური, ვიმეორებ, ყველაზე ეფექტური მახარებელი, რომელიც კი დედამიწაზე დადიოდა, იყო თავადუფალი იესო ქრისტე და ის მაინც მოკლეს მათ. ასე რომ თქვენ ვერ იპოვით გზას, რომ ეს ცნობა ცოდვილ, მტრულ განწყობილ ადამიანებს გააგებინოთ, როდესაც მათმა კულტურამ უკვე დიდი ხანია ლეგიტიმურობა მოახდინა ამ მტრობისა და დაადასტურა, რომ ისინი მტრად უნდა იყვნენ განწყობილები სახარებასთან. მათ ზულთ ეს იზღებათ. ასე რომ ისევ და ისევ თუ გავიხსენებთ ესაიას მე-6 თავში მოცემულ დიალოგს, გახსოვთ უფალი რას ეუნება ესაიას და მე წავიკითხავ ამას, მართლაც როგორი ეფექტური არის ქართული სივრცისათვისაც ეს სიტყვები, ხო? მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებული და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ, თითოეულს 6 ფრთა ჰქონდა, 2-ით სახეს იფარავდნენ, 2-ით ფეხებს და 2-ით დაფრინავდნენ. გაზახოდნენ ერთი მეურს და ამბობდნენ: წმინდაა, წმინდაა, წმინდაა ცაბაოდ უფალი, სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა. და შეირყა წირხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი, ვაი, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ. ჩემა თვალებმა კი მეფე ცაბაოდ უფალი იხილეს. და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვრობლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა. და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: ვინ წარმგზავნო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი, აქა ვარ, მე წარმგზავნე. და თქვა: წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ. ხილვითი ხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს. ვთქვი, როდემდე უფალო? თქვა, სანამ არ გაუკაცრიელდება ქალაქები. ცხოვრებთა გარეშე სახლები, ადამიანთა გარეშე სანამ მიწა არ გავერანდება და გაუდაბურდება.
შორს განაგდებს უფალი ადამიანებს და დიდად მომრავლება უდაბური ადგილების შუაგულ ქვეყანაში. თუმცა კვლავ დარჩება მისი მიათედი და ისიც დასაწვავი შეიქმნება, მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონსა და მუხას რჩება კუნძი, ასევე წმინდა თესლი იქნება მათი კუნძი. ნახეთ? ამრიგად ევანგელიზაციას უნდა შეხედოთ არა შედეგების, არამედ ერთგულების თვალსაზრისით. და ისევ ეს არის ის, რასაც ადრე ვამბობდით, როდესაც კითხვა ნაცვალსახელების ამ ყველაფრის შესახებ გაჩნდა, გახსოვთ, ტრანსგენდერებთან დაკავშირებით პიროვნებამ რო დასვა, როგორ მიემართა და რა გააკეთეს. მათ ჭირდებათ ჭეშმარიტება, მათ ჭირდებათ სიმართლე. მათთვის სიმართლის მიცემა ყველაზე მოსიყვარული საქციელია, რაც კი შეიძლება თქვენ გააკეთოთ. მათ მოკლეს ისრაელის ყველა წინასწარმეტყველი, ვინც ამას აკეთებდა. მათ მოკლეს იესო, როგორც გითხარით. შემდეგ მოციქულები, შემდეგ მოწამეურად მოკლეს ადრეული ეკლესიის წევრები, შემდეგ მოწამეურად მოკლეს რეფორმატორები და შემდეგ პურიტანები საერთოდ ქალაქიდან გამოყარეს. გახსოვთ ინგლისში რა ხდებოდა. და საწამოვიდნენ აქეთ ამერიკაში პურიტანები. გულისხმობ, ეს არის სტანდარტული მოქმედების პროცედურა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ღმერთის ზულთ. და ერთ-ერთი ნამდვილი ტრაგედია დღეს არის ის ფაქტი, რომ ეკლესიებმა რაღაც ეშმაკური მიზეზების გამო გადაწყვიტეს, რომ იყვნენ პოპულარულები იმ ადამიანებში, რომლებსაც ღმერთის ზულთ. რა არის ახლა ეს? ეს არის ეპიკური პროპორციების კომპრომისის ფორმულა. თუ ცდილობთ იყოთ პოპულარული იმ ადამიანებში, რომლებსაც ღმერთის ზულთ, ვერასდროს მიაღწევთ სიმართლეს, რადგან სიმართლე ყოველთვის გამოიწვევს მათ სიძულეს. ასე რომ თქვენ მოგიწევთ ამის წინაშე დგომა. საკმარისია უფალი ყოველთვის მოელის, რომ სიყვარულით განმაცხადოთ სახარება. ვილაპარაკოთ სიმართლეს სიყვარული, თანაგრძნობითა და წყალობით და გამოუვალნოთ სიყვარული ამ ადამიანების მიმართ. მაგრამ როდესაც სიმართლეს ამბობთ, თქვენ არ უნდა ელოდოთ უკან რაღაცა ყვავილებს. არ არსებობს გზა, რომ თავიდან აიცლო სიბნელი სამეფოს მტრობა. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. კარგით? გმადლობთ, კარგი კითხვაა.